მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ევროპის დაის დღევანდელი ჩვენი გადაცემა შეეხება ნარკოპოლიტიკას ევროპაში, როგორ დაიწყო ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რა შედეგები მოიტანა ამან, როგორ მოხდა ღირებულებითი ცვლილებები, ამის გამო საზოგადოებაში რა ცვლილებები გამოიწვია ამ ყველაფერმა და რა გავლენა მოახდინა ამან საქართველოს. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა იწყება 2001 წელს, პირველი დიდი ქვეყანა, ევროპული დიდი ქვეყანა არის პორტუგალია, სადაც სრულად ხდება ლიბერალიზაცია ნარკოტიკული საშუალებების, შემდეგ ამას ხარს უბავენ როგორც ცენტრალური ევროპის, ისე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ წარმატებული მოდელი ასეთი ძალიან მცირე არის, რომელმაც რეალური ხელშესახების შედეგები მოიტანა. ჩვენ ისევ ხედავთ, რომ დღეს განსაკუთრებით უკანასკნელი სტატისტიკებსაც რომ გადავხედოთ, ეს არ არის რასაკვირველია ამერიკის დონე, სადაც პირველადი emergency არის გამოცხადებული და საყოველთაო პრობლემა არის ნარკომოხმარების, მაგრამ არის ტენდენცია, რომ ევროპა ეწევა, ევროკავშირის ქვეყნები შეიძლება მალე დაეწიონ ამ პრობლემის სიხშირით და სიკვდილიანობით, რისი გამოწვევი მიზეზებიც არის მრავალი. ჩვენ შეგვიძლია ეს მიზეზები გავშალოთ და სათითაოდ გავყვეთ, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ყველაზე ყურადსაღები მიზეზი არის და რაც თავად ევროკავშირის რეპორტებშიც ხშირად შეხვდებით, არის ახალგაზრდა თაობის მენტალური ჯანმრთელობა, რაც სახელდება ყველაზე ხშირად, რატომ მოიხმარს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნარკოტიკებს. მენტალური ჯანმრთელობის საკითხი ძალიან მარტივად ებმება იმ თემას, თუ რა კონდიციაშია დღეს ღირებულებითი ევროპა. იმიტომ რომ ახალგაზრდები, რომლებიც აწყდებიან მენტალურ პრობლემებს, ნევროზებს, დეპრესიას, ცდილობენ მაქსიმალური ესკაპიზმით დაკავდნენ საკუთარი ცხოვრებიდან, ეს არის შედეგი იმის, რომ ოჯახური ინსტიტუტი არის შესუსტებული, ამის მაქსიმალური პროპაგანდა წარმოებს ევროპაში, რომ ოჯახის სიმტკიცე იყოს დაგსაქსული, მათ აღარ აქვთ ის კომუნალურობის შეგრძნება, რომელიც ღირებულებით ევროპას გააჩნდა, იქნებოდა ეს გამაერთიანებელი ფაქტორი, როგორც არის ქრისტიანობა, იქნებოდა ეს ღირებულებითი კავშირი, რომელიც გააჩნდა თითოეულ ევროპელ მოქალაქეს. ჩვენ ხედავთ, რომ ღირებულებით დევალვაციასთან ერთად ახალგაზრდა თაობას აღარ აქვს უკვე ის საყრდენით თუ ის ზრუნვითი ტრადიციული აპარატები, რომლებიც მათში ნერგავდნენ თუნდაც გვერდში დგომის განცდას. ნარკოტიკების საკითხზე როცა ვლაპარაკობ, ნარკოტიკები არ არის ისეთი საკუთრივ განყენებული თემა, რომელიც მხოლოდ ნარკოტიკს, მის მოხმარებას და გასაღებას შეეხება. ნარკოტიკი არის შავი ეკონომიკა, ფულის გათეთრება, კრიმინალი, გეტოები, ბანდების ერთმანეთში დაპირისპირება, უდიდესი ლოჯისტიკური ხაზი, ტრანზიტი, დაკავშირებულია უამრავი ქვეყანა ამ ყველაფერთან და ჩვენ თუ ლაპარაკობთ ნარკოპოლიტიკაზე, ნარკოპოლიტიკა არა მხოლოდ ეს არის, არამედ არის ის კრიმინალი მომატებული, რომელიც გვხვდება ევროპაში. ჯერ დავიწყოთ უშუალოდ ნარკოტიკების მიმართულებით. ნახე 2000-იანი წლებიდან იწყება ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის, რომლის პიონერიც არის პორტუგალია. შემდეგ მოდის სხვადასხვა ქვეყნები და განსაკუთრებით ახლა გერმანია ჩაერთო ამ საკითხში, როდესაც მარიხუანის სრულად ლეგალიზაცია მოახდინა, რომ შენ გაქვს რაღაცა კონკრეტული ოდენობის გაზრდის უფლება და ასე შემდეგ. პორტუგალია იყო, რომელმაც დეკრიმინალიზაცია მოახდინა გარკვეული რაოდენობის, რომლის ფლობაც და მოხმარებაც შენ შეგიძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ შედეგი, სადაც 2021 წელს ევროკავშირში რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს, მაგალითად, ესე იგი, რაღაცა 300 ტონაზე მეტი. ეს გარკვეული ტიპის პროგრესიით იზრდება ყოველწლიურად, იმიტომ რომ მოხმარება არის გაზრდილი. მაგალითად, სკეპტიკოსები, რომლებიც ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებენ, ხო, მოყავთ მაგალითები გაზრდილი მოხმარებისა. გაზრდილი მოხმარება რას ნიშნავს? ესე იგი, იქ ხდება პროპაგანდირება და საჯარო დისკურსში გამოდის ის აზრი, რომ ნარკოტიკი არა გაქცევა და არა რაიმე მავნეჩვევა, არამედ ეს არის გარკვეულწილად შენ თუ ამას სწორად მოიხმარ რეკრეაცია. რეკრეაცია, ესე იგი, რაღაცა შენ გაქვს რთული სამუშაო რუტინა და შენ შეგიძლია რომ დარელაქსდე, განიტვირთო პერიოდში. ხო.
დაახლოებით. აქედან გამომდინარე, ესე იგი ევროპაში თამსყიდველურნარიანობა მაღალი აქვს და ეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა იწვევს ძალიან გაზრდილ მოხმარებას. გაზრდილი მოხმარება რასთან არის დაკავშირებული? პირველი, უდიდესი რაოდენობა კოკაინი შემოდის კოლუმბიიდან და პერუდან და კოლუმბიაში არის თუ იცით 6-ჯერ მოდის იქ მოსავალი, ხო, პლანტაციებში, შესაბამისად იქიდან შემოსული თუ ღირს, არ ვიცი, კილო კი არა და გრამი შეიძლება $1 და $2 ღირდეს, აქ ხდება ევროპაში 50-60 და 100 ევრომდე ადის. ნახე, როგორი განსხვავება არის, თვითონ ევროპა არის ლიბერალური თავისი არსით და იქიდან შემოდის სრულად განსხვავებული კრიმინალური კულტურა ლათინური ამერიკიდან. მიხდი, ამ ნარკოტრაფიკში ვინც არის ნარკორეალიზატორები და ნარკოდილერები, ისინიც არიან კრიმინალურ აქტივობაში ჩართულები სრულად და შესაბამისად ევროპა არის როგორ? ცენტრი არის გარკვეულწილად შეიძლება ითქვას მეტნაკლებად უსაფრთხო, თუმცა პარიზის, ბარსელონას და დიდი ქალაქების ცენტრი უკვე აღარ არის უსაფრთხო კრიმინალის მხრივ. ძალიან ხშირია ძარცვა, ყაჩაღობა და მსგავსი დანაშაულებები და გეტოები იქაური არის ალბათ მსოფლიოში ყველაზე კრიმინალური. თბილისთან მაგალითიც არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ გეტოები არის, რომ რაღაც გეტოები სადაც ვერ შეაღწევ უბრალოდ. მაგალითად მე ყოველთვის ვახსენებ შვედეთის მაგალითს, რატომ მიყვარს არ ვიცი, შვედეთში ესე იგი თუ რამე ეს უსაფრთხო ქვეყანა გადაიქცა მექსიკის დონის კრიმინალად, ეს არის სულ ნარკო დილერების ომი. ის რავა მაჯიდი, ფოქსტროტის ბანდა და აქეთ თქვა სხვა ბანდები ებრძვიან ერთმანეთს. იგივე ხდება მილანში, იგივე ხდება რომში, იგივე ხდება სამხრეთ იტალიაში, დანიაში, ნორვეგიაში, ესე იგი კოპენჰაგენის ლეგენდარული თითქოს ის ავტონომია კრისტიანია გადაქცეულია მთლიანად ნარკოდილერებად და კრისტიანია იყო, ვინც არიცით, მშვიდობის ადგილი, ეგეთი ანარქისტული ადგილი, სადაც არის ხატვა, ძერწვა, ძალიან კარგი გარემო და ეხლა არის ნარკოდილერების ბაზა და ჩვენ რო ვიყავით იქ ჩასულები, მაგ პერიოდში მოკლეს ორი ადამიანი თვითონ უშუალოდ პროცესში. ნუ პარიზზე და მარსელზე საერთოდ საუბარი აღარ არის, იმდენად კრიმინალურია და ყველა ეს კრიმინალი არის ნარკოდილერებთან და ნარკოტრანზიტთან დაკავშირებული. რაც მნიშვნელოვანია, ნარკოტიკები ასევე არის ფულის გათეთრების, ტრაფიკინგის, ანუ ეს პაკეტია, კომპლექსური საკითხია ეს ყველაფერი, მიხვდით? და ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც კოკაინზე ვსაუბრობთ, კოკაინის მოხმარება, მარიხუანას მოხმარება 2024 წელს ევროპაში არის რეკორდული რაოდენობის, ვიდრე აქამდე ყოფილა ერთად. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ლათინური ამერიკიდან ნარკოტრაფიკზე, ეს გზა მიდის პირველი საპორტო ქალაქებში, ეს არის ბარსელონა, ეს არის ნიდერლანდებში როტერდამი და იქიდან ნაწილდება შემდეგ ეს ყველაფერი და ნიდერლანდების მაგალითით შეგვიძლია მოვიყვანოთ აქ, როგორ დონეზეა მანდ მოხმარება განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ რომ შენ თქვათ მენტალური ჯანმრთელობა და მათი მენტალური მზაობა თუ რა ის რა ქვია, იც რა არის ნარკოტიკს სჭირდება ისეთი სუსტი ნების ყოფა, მეტნაკლებად უბედური ადამიანი და ის მერე თვითონ პოულობს სასათბურო პირობებს. ნარკოპოლიტიკა უშუალოდ და ეს ლიბერალური მიდგომა, რომელმაც გაზარდა ახალგაზრდებში, ხელმისაწვდომობა ახალგაზრდების მხრიდან და მათ შორის მოხმარების სიხშირეც და მეორე ნაწილი, რაც ამ პოლიტიკასთან ერთვის არის პოპკულტურის ნაწილი, იმიტომ რომ მარტივად რო გავიხსენოთ, მაგალითად, ყველა ისეთი ცნობილი და მეინსტრიმული ფილმი, მასობრივი ფილმი, რომელიც პოპულარული იყო, სადაც საუბარი არის ადიქციაზე, სადაც ნაჩვენები არის რა სავალალო შედეგები მოყავს, რა სავალალო შედეგები მოაქვს ამას და როგორ დამღუპველი არის ახალგაზრდებისთვის ამ ცხოვრების სტილში ყოფნა. ყველა ასეთი პოპულარული ფილმი, ამერიკული თუ ევროპული, გადაღებული არის 2000-იანების პირველ ნახევრამდე. ამას ემატება ის, რომ ჩვენ კინოში ვეღარ ვხედავთ მაგალითად იმას, რომ ეს არის რეკვიემი, ოცნება რეკვიემზე, ტრეინსპოტინგი და ასეთი, კენდი, კრისტინ ეფი და მრავალი ფილმები, რომელსაც უყურებდა ახალგაზრდა, ხედავდა, რომ ამას კი გართობითი მნიშვნელობა გააჩნია და რაღაცა შეიძლება კარგად დრო გაატარო, მაგრამ ყოველთვის შედეგი დგებოდა ამ ფილმში ისეთი, რომ ამად არ ღირს. და ჩვენ ეს სრულად გამხრალი არის მაგალითად სამოხმარებო
მოხმარებლო პოპკულტურაში. მეორე ნაწილი, რომელიც არის ეს საკლუბო ნარკოტიკების პოლიტიკა, სადაც უკვე იქ შენ გეუბნებია, რომ არსებობს საკლუბო ნარკოტიკი, რომელიც არ არის ძიმე ნარკოტიკი, რომელიც შენ შეგიძლია გართობისთვის მოიხმარო. გართობის მოიხმარო კი არა, და ან კლუბში თუ მიდიხარ, შენ ამის გარეშე ვერ გაერთობი ეს თუ MDMA თუ არ მიიღე. შესაბამისად, ანუ ეს სივრცეები, ეს გართობის სივრცეები ძალაუნებურად შენ გიჩენს წინასწარ განსაზღვრულობას, რომ შენ იქ თუ მიდიხარ იმისთვის, რომ ბოლომდე მიიღო სიამოვნება, უნდა მიიღო მათ შორის ნარკოტიკი. და ეს ჩვენთან არის ხო ძალიან ისე ცუდად მიბაძული, ასე ვთქვათ, ჩვენს საკლუბო სივრცეებშიც, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად არაფრით არ განსხვავდება უკვე ბერლინური კლუბების გართობის ინტენსივობისგან და ამას მე მოყვება ძალიან ბევრი ახალგაზრდის გარდაცვალება. ჩვენ ვიგებთ ხოლმე, რომ ამ კლუბში ვიღაც ფენტანილი შეყვა, იმისგან გარდაიცვალა, საკლუბო ნარკოტიკის ზედოზირებისგან გარდაიცვალა, რამაც შემდეგ გააჩინა ის აუცილებლობა, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ქართულმა ოცნებმა დააინიცირა უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რაზეც აგრეთვე ლიბერალური მხარისგან მოყვა ძალიან დიდი კრიტიკა და აღშფოთება, იმიტომ რომ თურმე ნარკომოხმარება უნდა იყოს იმდენად მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი, რომ მასზე არ შეიძლება კრიმინალური სამართალი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ესე იგი ნარკოტიკებზე, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ეს არ არის პოზიცია, ეს არ არის რაღაცა ჩვენი პრეფერენციები, ეს არის ფაქტი, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აპრიორი ზრდის მოხმარების რაოდენობას. როდესაც შენახსენე საკლუბო, ეს თავის თავში იდეოლოგიური რამ არის. მარკეტინგია, შენ თუ ამ ნარკოტიკს წინ პრეფიქსად რაღაცას დაუყენებ სიტყვას როგორი ზედსართავს, ესე იგი საკლუბო ნიშნავს, რომ კლუბში ეს ნებადართულია. შესაბამისად და ეს არ არის, თქვა, ძლიერი ნარკოტიკი, არა და ეს არის უძლიერესი ნარკოტიკები, რომლის ზედოზირების შემთხვევებით ძალიან ბევრი გქონდა ჩვენ და რომლის ზედოზირების შემთხვევებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არსებობს. შესაბამისად, ამაზე თუ შევთანხმდებით, რომელიც ფაქტია მხოლოდ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და დეკრიმინალიზაციის ესეთი პოლიტიკა, რომელიც არის ევროკავშირში, ეს ზრდის მოხმარებას, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა არგუმენტებით. შენ ახლა კინო ახსენე და კინოზე გამახსენდა მე მაგალითად ალბანეთის кейსი, რომელიც ამერიკული პროექტია სრულად. მე მგონია, რომ გარკვეულ ძალებს deep state ამ შემთხვევაში ჭირდებოდა ევროპაში ერთი მხრივ ისლამური სახელმწიფო შუაგულ ევროპაში, მეორე მხრივ სახელმწიფო, რომელიც და ქვეყანა, რომელიც გარკვეულ შავ საქმეებზე იქნებოდა ორიენტირებული და გააკეთებდა. ასევე ეს იყო კოსოვოს კრიზისის, ვთქვათ, გამოხატულება და გამოხმაურება და ამას დამატებული ხარით ძალიან დიდი იქ საწყობდება ნარკოტიკები და კინო რატო გამახსენდა, იმიტომ რომ ამერიკული კინოთი მოხდა ალბანეთის, ვთქვათ, აი სტერეოტიპიზაცია, რომ ალბანელი არის აპრიორი მაგარი კრიმინალი, მაგარი საშიში ტიპი და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ფილმი ევროპული კრიმინალი, არა და ნუ რეალურად ეგრე არ არის, უბრალოდ ეს მოხდა რა, ვთქვათ, ამით ილუსტრაცია და ეს კოსოვო უკეთესია ვიდრე ალბანეთი. ხო, და ის შექმნეს, რა ქვია, სახეხატი, რომ აი ალბანური მაფია არის ყველაზე ძლიერი რა. არა და ეს იყო ფილმები თლიანად, ხა Taken-ი გვახსოვს ჩვენ, სადაც Liam Neeson თამაშობს და ნუ ძალიან ისეთი საკულტო და ისეთი კარგი ძაფ სიუჟეტიანი რაღაც ბლოკბასტერიანი და მან ხედავთ ალბანურ მაფიას და ძალიან ბევრი, ვთქვათ, მაგალითი არსებობს რა და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი კინოთი, რაც მოახერხეს, ასევე ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ საკუთრივ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეაზე, აქ უნდა ჩაუფინოთ ჩვენ რატო მოხდა ეს ესე. არის ორი ვერსია. პირველი არის, რომ ჰუმანური მიზეზებით, რომ ვთქვათ, ნარკო დანაშაული აღმოფხრილიყო და მოხმარება შემცირებულიყო და ესე იგი შენ დაპატიმრების და ვთქვათ დასჯის ნაცვლად მის რესოციალიზაციაზე და გამოსწორებაზე იზრუნო, მაგრამ მეორე საკითხი მე მგონია უფრო მართვის მექანიზმია, სადაც შენ დამოკიდებულ ადიქციურ ადამიანს ბევრად მარტივად მართავ, ბევრად იაფი გიჯდება მისი მართვა, ძალიან მარტივად შეგიძლია შეაპარო შენ გარკვეული ტიპის იდეოლოგიები, კონცეპტები, შინაარსები, ბევრად ადვილად შეგიძლია გააკეთებინო ის, რაც გინდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვთქვა
თქვათ ამ ადამიანს, რომელსაც 2000-იან წლებამდე კინოშიც, მას კულტურაში, პოპ კულტურაში ყველგან ერქვა რაღაცა დამოკიდებული ადამიანი, რომელიც თითქოს აი ესეთია საცოდავია, რაღაცა ესეთი იარლიყი ქონდა. ეხა ეს სტიგმატიზაცია იხსნება და პირიქით ხდება cool პონტი რა, კაი პონტი რა. შესაბამისად, როდესაც შენ ასე ვთქვათ, მარტივად გაჭირვებულ ტიპს, ხო, ამ სტიგმას მოუხსნი და ეტყვი, რომ შენ პირიქით მაგარი როჟა ხარ, მიხვდი იქ სრულიად იცვლება რა კონცეფცია. ის ვანაირი ხდება და შენ ძალიან მარტივად შეგიძლია მისი, თქვა, ტოტალურად და ძალიან გლობალურად თუ შევხედავთ, ძალიან მარტივად შეგიძლია მართო, ძალიან მარტივად შეგიძლია გააკეთებინო ყველაფერი. ხან როდესაც ჩვენ ვიღებთ მაგალითად გამოფიტულ საზოგადოებას, რომელიც გამოფიტული არის როგორც ღირებულებითი სივრციდან, ისე გამოფიტული არის სააზროვნო სივრციდან და არის დამოკიდებული მუდმივად ესკაპისტურ ინსტრუმენტებზე, მუდმივად რეალობისგან გაქცევაზე და ეს არის მისი ყოველდღიურობა, შეიძლება ეს არ არის მისი ყოველდღიური, ეს არის ყოველი მისი უიკენდი. ის ელოდება იმას, რომ ეს მძიმე სამუშაო კვირა შემდეგ გადააგოროს და ნარკოტიკული თრობით გართობა იყოს მისი რეკრეაციის ერთადერთი შესაძლებლობა. თქვათ, ხდება ყურადღების გადატანა რეალური საკითხებიდან ძალიან მარტივ ენდორფინზე დამოკიდებულ ამ დროს საზოგადოებისგან იღებ შენ ყალიბს, რომელზეც შეგიძლია გამოწერწო ნებისმიერი ტიპის მენტალობა, იმიტომ რომ თუ ამ მენტალობაში აღარ არსებობს რაღაცა ეთიკური სიმყარე და რაღაცა ეთიკური ტაბულა, შენ ნებისმიერ ახალ ღირებულებას, ახალ მიმართულებას, ახალ პოლიტიკურ იდეას, ახალ რადიკალურ ქცევას, მას ძალიან მარტივად დააჯერებ, რომ არის სწორი და აუცილებელი გასაკეთებელი, შესაბამისად ჩვენც ბევრად მარტივად მართვადი ხდება ასეთი ადამიანები, ჩვენ ხშირად მოყავს ხოლმე ტრასა 60-დან ეს სცენა, რომელიც აგრეთვე არის 2000-იანებამდე გადაღებული ფილმი და მსგავსი ანტინარკოტიკული სცენები, როგორც აღნიშნეთ, იშვიათად ჩნდება კინოში, სადაც არის ერთი ქალაქი, რომელსაც აქვს იდეალურად დალაგებული თავისი პოლიტიკური მმართველობა, იმიტომ რომ ყველა ახალგაზრდას ის აძლევს ნარკოტიკს, უძლიერესი ნარკოტიკია, ესენი არიან ნარკოდამოკიდებულები და ყველაფერზე წამსვლელები. რომლითაც ღამით ერთობა კლუბს არის გამოყოფილი მათ საკლუბო სივრცე, უფასოდ სახელმწიფო ის მუნიციპალიტეტი ურიგებს ნარკოტიკს, რომლითაც ესენი მთელი ღამე გულაობენ და დილით ესენი ხდებიან შავი სამუშაოს შემსრულებლები, რომლებიც მარტო იმას ელოდებიან მეორე დღეს, როგორ დადგება საღამო, რომ ისევ ის ნარკოტიკი მიიღონ და არა ის მაგალითად, რომ მათი შრომითი უფლებები ილახება, რომ მათ შეუძლიათ მოითხოვონ რაღაცა უკეთესი პირობების სამუშაო, რაღაცა შეცვალონ ის მოდელი და პრაქტიკები, რომელსაც მათი ზედამხედველობითი ორგანოები ახორციელებს და ასე შემდეგ, ანუ იდეალურად დამორჩილებული ადამიანები ხდებიან, რომელსაც როგორც გაუსწორდებათ, ისე გამოიყენებენ და საბოლოო შედეგი მთელი ამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ბოლოს მაინც აქამდე დაიყვანება. მარტივად მართვადი ადამიანი. თუ ვინმე ამაზე შეგვედავება, ძალიან მარტივად შეგვიძლია უპასუხოთ რა და ძალიან მარტივი არგუმენტაციით. ორი ტიპის ნარკოტიკი არის, თქვათ, ესეთი წარმოუდგენელი მასშტაბის პოპულარობას, რომელიც ახორციელებს. ერთი არის ჰეროინი, რომელიც მოიპოვება განსაკუთრებით ავღანეთში და მეორე არის კოკაინი, რომელიც ლათინური ამერიკის, თქვათ, შემოქმედება. ეხლა თქვენ რას მეუბნებით, რომ ევროკავშირში ან ამერიკაში სახელმწიფო მარიცის, რომ შავი ეკონომიკა აღწევს ესე იგი ტრილიონობით დოლარს და ევროს, თქვენ მეუბნებით მაგალითად, რომ ეს ნარკოტრანზიტი არის ესე იგი გარკვეული ნარკოკარტელების პატარა ჯგუფების ერთჯერადი და დამოუკიდებელი მცდელობა, რომ შეიტანონ, თქვათ, ნარკოტიკი ევროპაში, იმაში რა ქვია, კონკრეტულ ქალაქებში, ამერიკაში. ანუ ჩვენ ესეთი ნაიურები ვართ, რომ ეს დავიჯეროთ, ან და თქვენ რას მეუბნებით, რომ მაგალითად კიდე ძალიან მარტივი кейსი რომ მოვიყვანოთ. ავღანეთის ომები ხომ მთლიანად ამაზეა დაფუძნებული, ვინ მოიპოვებს ერთი მხრივ პლანტაციებს და მეორე მხრივ იქ მზადდება ასევე ჰაშიში, მარიხუანა მოდის ძალიან სერიოზული რაოდენობის და ესეთი ხარისხის, ჰეროინი, ოპიატები, ოპიუმის პლანტაციები და ასე შემდეგ. თქვენ რას მეუბნებით, რომ
ავღანეთის მე მგონი ბედისწერა და ტრაგედიაც ეს არის, რომ ამისთვის ხდება ბრძოლა და ეს გადაუმოწმოთ, ესე იგი სახელმწიფოს არ სურს, მაგალითად Deep State-ს არ სურს, რომ ეს შევიდეს მის ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირს არ სურს, რომ ევროპულ ქვეყნებში ნარკოტიკი იყოს და ამას მაინც ახერხებს ვიღაც განგსტერი, რავა მაჯიდი მაინც მოახერხა, ესე იგი რაღაცა მოროკოელმა განგსტერმა და მარსელში ეს ხო ზღაპარია, ოღონდ საუბარი არის ტრილიონობით, ანუ ესე იგი უდიდეს ფულზე ევროკავშირის ეკონომიკის ალბათ რაღაც ნახევარზე, სრული ეკონომიკის. ანუ ამერიკაში მაგალითად რამდენიმე 10 წლეულია უკვე გამოცხადებული არის კრეკის პანდემია და national emergency ნარკოტიკების მოხმარების კუთხით. რამდენიმე 10 წლებია. ანუ მათ არ იყოთ იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ეს მინიმუმ პანდემია მაინც აღარ იყოს და ცოტათი შემსუბუქდეს, ხო? ანუ ხო ისინი არ ვართ ბავშვები, ხო, რომ მაგაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, რომ ამის შეუძლებლობა არის. ამასთან რაც არის ეკონომიკური ფაქტორი, მაგალითად მაგას ერთ კინოდან მოგიყვან მაგალითს რა და მე მგონი შეც დავეთანხმები. რატო უშვებს მსგავს რაღაცას დიდი სახელმწიფოები თავის ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს მათთვისაც შემოსავალი რა. Gucci მაგალითად რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიზაინერული ბრენდი რეპლიკებზე 80-იან წლებში როდესაც მათ აღმოაჩინეს რომ ბაზარზე, შავ ბაზარზე იყო მათი პატენტები ძალიან მოთხოვნადი და გაყიდვადი, მათ მოახდინეს სრული მონოპოლიზაცია შავი მარკეტის და უკვე თვითონ უშვებდნენ თავიანთ პატენტებს და თავიანთ პატენტებს ქუჩაში ყიდდნენ, რითაც დამატებითი შემოსავალი მიიღეს. ზუსტად იგივე მაგალითი არის რა ყველა ის დიდი და ძლიერი სახელმწიფო ორმაგი ბენეფიტია ფული და საზოგადოების მართვა რომელიც ვითომ ვერ უმკლავდება. ამ ყველაფერს რეალურად არის თვითონ ფინანსურ ინტერესში ნარკოპოლიტიკასი, იმიტომ რომ როგორც ახსენე მართლა ეს არის უდიდესი შავი ეკონომიკა და დამატებითი ძალიან დიდი კაპიტალი. ჩვენ მაგალითად მე რო შარშან ამერიკაში ვიყავ, მე თან ხო გახსოვს ძალიან რომანტიკული აღქმით წავედი რა ამერიკაში, რომ მეთქი ლოს-ანჯელესი და პირველივე დღეს Sunset Boulevard-ზე შენც გაქის ვიდეო ნანახი და აგერ მონტაჟიც ჩავსვათ ახლა მე რა დავხვდა. კი, ჩემი გადაღებული Sunset Boulevard-ზე მოვდივარ დილის 9 საათზე და ეს ხდება ქუჩაში, ანუ სრულად ალბათ არ ვიცი ხარ რის კაიფში მყოფი ტიპი, მაგრამ აშკარად კაიფში მყოფი ტიპი, რომელსაც ანუ არაფრის მორიდება აღარ აქვს ამ ქუჩაში. უნდა მოერიდო შენ. იმიტომ რომ პასუხისმგებელი არ არის არც ეს ხომ მეორე კაცი რომელიც ასე რა ქვია წყლის ჰიდრანტთან იყო მიყუდებული და ბოქვენში იკეთებდა წამალს, მაგის გადაღებაც რო დავაპირო, რომ გამომხედა, ნუ ისეთი დაიღრიალა, რომ მეთქი ეხა ეს ნებსით არ გამომეკიდოს რა და ამაზე თან პოლიციას არ აქვს არანაირი რეაქცია. ანუ ჩვეულებრივად ეს არის ესეთი ყოველდღიურობა, არავის რეაქცია აღარ აქვს რა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ ნარკოტიკები, მისი მოხმარება და გასაღება და ის დაკავშირებულია უშუალოდ კრიმინალთან, ბანდების ომთან, ტრეფიკინგთან და ასე შემდეგ, ამის კარგი მაგალითია ნარკოსის სერიალი, სადაც ყვებიან თქვათ ამერიკაში როგორ განვითარდა ნარკოტიკები და ის ნარატორი ამბობს რომ 70-იანი წლების ჰიპებიო რომლებიც მარიხუანას ყიდნენ და ეს რაღაცა ფერადი ახალგაზრდები უცბად ჩაანაცვლეს კოლუმბიელმა ნარკო თქვათ გამსაღებლებმა რომელსაც ხელში უზის ტიპის ავტომატები ეჭირათ და ომი დაიწყო უკვე და თავის თავში ნარკოტიკები ნიშნავს უკვე ომსაც ნიშნავს უკვე კრიმინალსაც დანაშაულსაც და ასე შემდეგ. აი ხა ჩვენ უყურებთ მაგალითად შვედეთში არის უბანი, სადაც არის ფლი მარკეტი ნარკოტიკის, ყველა მიცის რომ აქ არის ეს ფლი მარკეტი. ჩვენთან რომ შრალი ხიდია და ანტიკვარული ნივთები გამოვაქვთ, ესე მარტივად არის გამოტანილი ნარკოტიკი. იმას კამერას წარერიდება. უბრალოდ ყველა არის შენიღბული, გამყიდო ბარიგაც და მომხმარებელიც შენიღბული მიდის. კამერას წარერიდებიან, ჩვეულებრივ ტიპი არ შესulis და იღებს, იმიტომ რომ ეს პოპულარიზაციაა რა, ანუ ამათ პოლიცია არ შეუვარდება და არ აღკვეთავს ამას. ანუ აქ ბარბეკიუს აკეთებენ, სოსისებს წავენ, სასმელიც აქვთ, მაგრამ პახოთ ნარკოტიკს ყიდიან რა. და ჩვეულებრივი ამბავი არის, გესმის? ანუ ვაფშე არანაირი პრობლემა არ არის ეს საზოგადოებისთვის.
არ შეიძლება უბრალოდ საზოგადოებაში შეუძლებელია რომ პრობლემა არ იყოს, უბრალოდ სახელმწიფოსთვის არა პრობლემა, სახელმწიფო გეუბნება რომ ეს მოსულა და ეს მე მიმსუბუქებს ნარკო მოხმარებას, ეს მე მიმსუბუქებს ნარკოტიკის ზედოზირებას და ასე შემდეგ. ზუსტად ესეთი საშინელება ხდება ზოგადად აი ამ ლიბერალური და კულტურული მარქსიზმის და ლიბერალური დემოკრატიის გამო შვედეთი არის ყველაზე მაგარი მაგალითი, იმიტომ რომ იქ არის ყველაფერი ესეთი რა, აი რითიც შეგიძლია იხემძღვანელო ანახო და აი რუბენ ოსლუნდი ყვებოდა რომ როდესაც ბავშვი ვიყავიო შვედეთშიო ჩემი მშობლები ძალიან მარტივადო ქუჩაშიო მიშვებდენო ისე რომ მთელი დღის განმავლობაში ჩემი დარდი არ ქონდათო და მე საღამოს სახლში ბრუნდებოდიო და დაჟე დავკარგულვარო და აი უცხო გამლელი მოსულაო და რამე ხო არ გიჭირს რაღაცა დახმარება შემოუთავაზებია მეც მithქვია სახლში მივყვანო დღესო არ არსებობს შვედეთში ოჯახი რომელიც შვილს უმეთვალყურეოდ გაუშვებს ქუჩაში სათამაშოდ აი ჩვენ უყურებთ ნიცაში საფრანგეთში ქუჩაში ჩვეულებრივად რიგი დგას ბარიგასთან რომელიც ხის ქვეშ ხიდეს ნარკოტიკს და არის რიგი ნუ ეხლა ბერლინში მაგალითად მე რო პირველად ბერლინში ვიყავი ჩემთვის იყო ეგ ძალიან უცნაური რაღაც იმიტომ რომ პარკში რო გავედით სასეირნოდ მე და ჩემი იქ მცხოვრები მეგობარი უცებ მოდის შავკანიანი ტიპი ჩემთან რა და როგორ ფამილიარულად იცი რომ დავფიქრდი რომ მეთქი გუშინ ბარში ვსვავდით და მეთქი იქ რო ვსვავდით იქიდან ხო არ არის ტიპი და მიცნობს რა ჰეი bro და რაღაც და ეს ჩემს მაგას მე არ გაუჩერდება ამას ბარიგა არისო რა და ანუ ეგ სივრცე არის, ეგ პირობები არის შექმნილი, რომ შენ სადაც არ უნდა მიხვიდე რეკრეაციულ სივრცეში, იქ უნდა დაგხვდეს ტიპი, რომელიც ამას მოკიდის. და მე მაგხსოვს მაგალითად ბარსელონაში რამბლაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მარკეტინგში, რომ ისეთი ფაქტიაო, რომ ვაფშე ცხოვრებაში მსგავსი არ გაგისინჯავს, ანუ თან შოუ ქონდათ დამატებული, იმიტომ რომ იმხელა კონკურენცია იყო და პლუს ამას მათ აქვს საკომუნიკაციო მეთოდები ძალიან კარგად აწყობილია, ეს ინფრასტრუქტურა და Telegram ჩატები და WhatsApp-ის იმით შეგიძლიათ ზუსტად სკროლიანი ტიპი დაჟე მოგაკითხავს გამოგიტანს, ანუ ეს ეხა ესე რომ ქუჩაში იყიდება, ეგ ვაფშე არ ახალი იქით პოლიცია დგას და აქეთ იყიდება. ეგ არ ახალია. ხო ანუ მაგალითად ჩვენ ერთად სადაც გვიმოგზაურია რა, ჩეხეთი იქნებოდა, დანია იქნებოდა. ანუ ყველგან ხო ამას ვაწყდებოდით რეალურად რა. ანუ უმარტივესი ასაღები არის პირიქით დაჟე იქ რო არ იღებ, ცოტა ისე გიყურებს რა, ქართველი. ეგაა ყველას რო ქართველი გიყურებს რა, ისე რა რომ არ მოიხმარ, აბა ღვინოს სვაო თუ რა ფონტია. მე მახსოვს ყველაზე ისეთი შოკის მომგვრელი რაც იყო კრაკოვში ტიპმა. ესე იგი ტომრით ჩამოატარა, ანუ მართლა გეუნები ტომარაში edო, იქიდან ამოიღებ და რამდენი იცი, ალბათ ერთი 15 კილო დაქვა. ხვდები გასაღების ბაზარი იმ ვიკენდზე რა არის, რომ ჯიბეებში არ ჩაეტია ძალიან დიდი სამოგზაურო ჩანთა ქონდა გატენილი ბიჭო. დედას ვпиცა ვარ რა. სხვა შორის მე დოკუმენტური ფილმები მაქვს ძალიან ბევრი ნანახი მაგალითად მადრიდში, ბარსელონაში როგორ არის, როდესაც ანუ ნახე მანდ არის შრომის დანაწილება. ერთი არის დიდი პარტია, სხვათა შორის კოკაინის შემთხვევაშიც კოლუმბიაში როგორ არის პლანტატორი, რომელსაც ეს მოყავს, მას არ აქვს უფლება, რომ შემდეგ ეს დაამზადოს. შემდეგ კარტელი ამას ყიდულობს იაფად, იქიდან იწყებს დამზადებას და მერე ამას კილოგრამობით ყიდის. პირველი არის ეგრეთ წოდებული ოპტამ ჩამბარებელი ევროპაში და შემდეგ ის ეგრეთ წოდებული გაფეხება, ანუ ფეხებს გადააწვდის. რომლებისთვისაც ასაღები ფასი სიტყვაზე მადრიდში, ბარსელონაში არის თქვა კოკაინის შემთხვევაში 40 ევრო და შემდეგ ყიდიან 60 ევროთ და ეს ტიპები პარიგები ჩვეულებრივად ლაპარაკობენ დოკუმენტურ ფილმებში, თქვათ, როგორი არის ეკონომიკა, ანუ როგორი არის, ესე იგი, კერძო ბიზნეს მოდელი, თვით დასაქმებული ადამიანი, როგორც აი აქ რო ტაქსის წყობა ისაუბროს, რომ როგორ ჭირდება მანქანას მოვლა, ზეთი, ისის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ესე როგორც თავის კერძო ბიზნესზე გელაპარაკება, ჩვეულებრივად უმარტივესად. აი პოპულარიზაციის ნაწილში ხა იმაზე ვილაპარაკეთ, რომ ანტინარკოტიკული პროპაგანდა არ გატარებულა მასობრივ ხელოვნებაში, თქო Breaking Bad-ი რო არ ვახსენოთ არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედევრი არის, რომელიც ამ საუკუნეში შექმნილა ამ თემის ირგვლივ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით ტრაგიკული დასასრული, იმდენად გასტილნებული არის ზოგადად ეს
იქ მან ხო აღარ უყურებ, რომ ვოლტერ ვაიტ ბარიგა აღარ არის რა. არის სუეჟესი დიდი კრიმინალის ხო, ბიზნესმენი. წარმოებელი რა, ხო, ანუ ენტერპრენერია რა. კი, წარმოებელი. ხო, რომელიც არის ისეთ უსტილნესი პერსონაჟი რა. და რეალურად მეტამფეტამინის მოხმარების სტილიზაცია ნეფსით უნებლად მოახდინა ამ სერიალმა, ხო? იმიტომ რომ მეტამფეტამინი მანამდე იყო ყველაზე უკიდურესად გაჭირვებული, უსახკარო ნარკომანების ნარკოტიკი და მეტამის რა ქვია, Breaking Bad-ის შემდეგ მეტამფეტამინი დაინტერესდა ახალგაზრდობა და დღეს მეტამფეტამინი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკი ახალგაზრდებში და ყველაზე ხშირი ზედოზირების შედეგი აქვს მას. სხვა შორის ახლა ამ სიუჟეტში არის ნახსენები, რომ MDMA-ის მარიხუანას და კოკაინის მოხმარება ევროპაში არის რეკორდულ მაჩვენებელზე წელს. ამ გადაცემით ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა, რომლის პიონერებიც არიან ევროკავშირის ქვეყნები, ერთი მხრივ უშუალოდ მოხმარების მიმართულებით არც შემცირებას იწვევს და პირიქით ზრდის ტენდენციები აღინიშნება და კიდევ ახსენეთ, რომ რეკორდულ მაჩვენებელზეა ევროპა მოხმარების თვალსაზრისით და მეორე მხრივ გვინდოდა გვეჩვენებინა თუ რა მარტივია ადიქციური დამოკიდებული, ნარკოტიკებზე დამოკიდებული საზოგადოების მართვა და ასევე რამხელა ფულს შეულობენ გარკვეული ტიპის კორპორაციები და ჩრდილოვანი მმართველები ამ ყველაფრით. ეს პირველ რიგში კარგი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის, სადაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის და მით უმეტეს ლეგალიზაციის შედეგად შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნათ თვითონ საკუთარ საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ზუსტად ის მიდგომა და მსგავსი სტილიზაცია და გასტილნების ეთიკა მივიღეთ ახალგაზრდებში, როგორც ეს არის ევროპაში და ამერიკაში, შედეგები ზუსტად იგივენაირი დაგვიდგება და ის რომ ლაპარაკობთ 30 წელზე მეტი ამერიკას მაგალითად ნარკოტიკის ეპიდემია აქვს მსგავსი რაღაცა ჩვენთვის და ჩვენაირი პატარა ქვეყნებისთვის იქნება იმდენად დამღუპველი, რომ აქედან განთავისუფლებას ძალიან დიდი ხანი ვეღარ შევძლებთ. დღეს ამით გემშვიდობებით შევხვდებით შემდეგ კვირას კვლავ პოზიტივიზე. კარგად ბრძანებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.